Слава Україні! Героям слава! Давайте, качу, выргали. Пути хуйло! Рагавშვები, დავიწყე, რაღაც. Слава Україні! დღეს შევჩენკოს ძეგლთან ქართველი აქტივისტები შეიკრიბნენ უკრაინის მხარდასაჭერად. მათ შემოერთდათ საზმაოდან მომავალი მარში და მიემართებიან პარლამენტისკენ. დღეს შევჩენკოს ძეგლთან მელიქაშვილის ქუჩაზე იმართება უკრაინის დამოუკიდებლობისათვის მიძღვნილი სოლიდარობის მსვლელობა, სადაც სტუდენტები და აქტივისტები იკრიბებიან უკრაინელების მხარდასაჭერად. მსვლელობა მიემართებიან პარლამენტისკენ. მათ შეუერთდათ საზოგადოების მაუწყებელთან შეკრებილი აქტივისტები. შეგახსენეთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლობასთან სახალხო ეთერის მოთხოვნით ყოველდღიურად აქციები 13 იანვრიდან იმართება. მოქალაქეების ინდისის პატიმრების ოჯახებისთვის ეთერის დათმობას ითხოვენ. დღეს უწყვეტი პროტესტის 270 დღეა. მთავარი მოთხოვნებია ხელისუფლების გადადგომა, უკლებლივ ყველა პატიმრის გათავისუფლება. მელიქიშვილის გამზირის ნახევარი გზა გადაკეტილია. ისინი მიემართებიან პარლამენტისკენ. მეგობრებო, ეს რა ვიკითხავთ წინადადებას და თქვენ გასუხავთ დამეცით სიკვდილი რუსეთს. რუსეთმა 7 წლის უკრაინელი ბიჭი 7 წლის მოკლა. რუსმა ჯარისკაცებმა ოკუპირებულ ბუჩაში ქალები გააუპატიურეს. რუსეთმა მარიუპოლში
ბავშვები დაალუღებიურე. რუსებმა კრამატორსკის სადგურზე რაკეტა ისროლეს. მასში გადასცეს. შეგობიანი მოქალაქეების ევაკუაცია ხდებოდა. რუსებმა უკრაინელი ბავშვები წაში ცოცხლად ჩამარეს ისე როგორც 1993 აფხაზეთში. Slava Ukraini! Slava Ukraini! შეგახსენებთ, რომ შევჩენკოს ძეგლთან მელიქიშვილის ქუჩაზე იმართება უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მიწმის სოლიდარობის მსვლელობა, სადაც სტუდენტები და აქტივისტები იკრიბებიან უკრაინის მხარდასაჭერად. ისინი მსვლელობით მიემართებიან რუსთაველისკენ პარლამენტის წინ. Витерба, Папаклану! Витерба, Украина! Tamam, ite დაიძახეთ, რომ ვინც არ არის მედია გადავიდეს უკანტორ ფეხებს შედები. გიო, გიო. Slava Ukraini! ბანერის უკარო გადმოხვიდეთ ჟურნალისტებს ესწრებათ ხელი მოსაუბას და რომ ხელი რო შეუწყო. რუსეთმა 7 წლის უკრაინელი ძიძი დახვიდა 7 წლის. ასევე შეგახსენებთ, რომ თვეების განმავლობაში პატიმრების ოჯახის წევრები თავიანთი შვილების ციხიდან გამოგზავნილ წერილებს რეგიონებში არიგებენ და დღეს ისინი კერძოდ ქუთაისში და სამტრედიაში იყვნენ. რუსეთმა ხარკოვში საფასო აღიძაბა. რუსეთმა კრამატორსკის სადგურზე რაკეტა ისროლა, სადაც ცნობიანი პარტიები ელოდებოდა ევაკუაციას. რუსეთმა ქუთაისში ცნობიანი მოქალაქეები გახოცა. რუსეთმა უკრაინელი ბავშვები ცოცხლად ჩამარეს ჯარში, ისე როგორც 93 აფხაზეთში. სიკვდილი რუსეთს! იგება საქართველო! იგება კიდე! იგება უკრაინა! საბა, 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 საბა! ორი წამყვანი. შეგახსენებთ, რომ შევჩენკოს ძეგლთან მელიქიშვილის ქუჩაზე იმართებოდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მიზღვნილი სოლიდარობის მსვლელობა, სადაც სტუდენტები და აქტივისტები იკრიბებიან და დაიძნენ პარლამენტის მხარეს რუსთაველის გამზირზე.
ისინი შევჩენკოს ძეგლიდან პარლამენტის მხარეს მიდიან. შეგახსენებთ, რომ შევჩენკოს ძეგლიდან მელიქიშვილის გამზირიდან აქტივისტები შეიკრიბნენ უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. მათ აქვს სოლიდარობის მარში და მიემართებიან პარლამენტისკენ რუსთაველის გამზირზე. ისინი უკრაინის დროშას შლიან და მარშით მიემართებიან პარლამენტისკენ. შეგახსენებთ, რომ შევჩენკოს ძეგლთან შეკრებილი აქტივისტები მიემართებიან პარლამენტისკენ. ისინი აღნიშნავენ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს და აქვს სოლიდარობის მარში.